ორ ძალიან მნიშვნელოვან ზმნაზე მინდა გესაუბრო, ეს არის მინდა და უნდა. ეს არის ორი ზმნა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას, ჩვენს მოქმედებებს, ჩვენს არჩევანს და ჩვენს აზროვნებას. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში იყო უფრო გათვითცნობიერებული. როდესაც დაიბადე და ძალიან პატარა იყავი, არანაირი უნდა არ არსებობდა შენს ცხოვრებაში. იყო მხოლოდ მინდა ჭამა, მინდა ძილი, მინდა ფეხზე ადგომა და ასე შემდეგ. ამ დროს ყველაზე სწრაფად ვითარდებოდი. თუ დააკვირდები ჩვილის განვითარებას, ერთ წელიწადში უზარმაზარ განვითარებას აღწევს. თანდათან განვითარების ტემპი კლებულობს და ბავშვის ცხოვრებაში უფრო მეტი უნდა შემოდის და შესაბამისად მინდასთვის ნაკლები სივრცე რჩება. ბავშვმა უნდა სწორად ჭამოს, ბავშვმა უნდა დროულად დაიძინოს, ბავშვმა უნდა ლამაზად ჩაიცვას და ბევრი სხვა უნდა იმისთვის, რომ დედამ თავი იგრძნოს მშვიდად და არ კონდეს განცდა, რომ რაღაცნაირი არასწორი დედა ან თავისი შვილი რაღაცა არ შეესაბამება სოციალურად მისაღებ ნორმებს. და ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დედას უამრავი თავისი უნდა აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიზრდებით აი ამ ზმნით უნდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ჩნდება და გაიხსენეთ. იყო დრო, როდესაც ძალიან გაინტერესებდათ ის, რასაც ასწავლიდნენ სკოლაში, მაგრამ როდესაც უნდა გევლოთ სკოლაში, ეს ინტერესი აღარ იყო ისეთი. დაიკლო იმიტომ, რომ მინდას მაგივრად უნდა შემოვიდა. შემდეგ უნდა გევლოთ უნივერსიტეტში ან სამსახურში, უნდა მიგეხედათ თქვენი ოჯახის წევრებისთვის და ბევრი სხვა უნდა. სად წავიდა თქვენი მინდა? და რა გინდათ აქ და ამჟამად. მოდით, აი ეს დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ თქვენი მინდა გამოაცოცხლოთ, დააკვირდეთ და ჩაიწეროთ ბლოკნოტში, ტელეფონში, ან უბრალოდ გონებაში, რა გინდათ და რაც შეიძლება მალე მინიმუმ ერთი მინდა შეუსრულეთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ ჩემი მინდათი მე რაღაცას გავაფუჭებ, მაშინაც შევასრულო, დაიწყეთ ძალიან მარტივი მინდათი, რომლითაც არაფერს გააფუჭებთ. და როდესაც ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ მოდი, აბა დაფიქრდი რა გინდა, აღმოჩნდება, რომ ძალიან მარტივი რაღაცები უნდათ და რატომღაც ამ მარტივი რაღაცეების უფლებას არ აძლევენ საკუთარ თავს. და როდესაც იწყებენ ამაზე დაკვირვებას და კრიტიკულად უდგებიან ამას, კი, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ თუ კი მინდა, აღმოჩნდება, რომ არც არაფერი ფუჭდება იმით, რომ ისინი საკუთარ მინდას ასრულებენ. არ ფუჭდება, არამედ პირიქით რაღაცეები უმჯობესდება მათ ცხოვრებაში. ხო და დღეს აი ამ ინფორმაციით მოდი და გადახედე, რა ხდება საერთოდ და რა გინდა სინამდვილეში.